მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო. ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვაგრძელებთ ძალიან შეიძლება ითქვას მამულიშვილურ თემას. მშობლები და შვილები. ოღონდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დღევანდელ ჩვენ გადაცემაში განსხვავებით მისი წინამორბედისგან იქნება ცნობილი ნაციონალ-სოციალისტების წარმომადგენელთა ურთიერთობა თავის შვილებთან. პირველი სეგმენტი ამ შემთხვევაში მე რაც ვიპოვე და ლევანმა როცა ვემზადებოდით იყო ჰიმლერის და გერინგის შვილებზე სასაუბრო. თუ ჩათვლით რომ იმდროინდელ ეპოქაში ესენი იყვნენ გარკვეული რაღაცა მოდი ესე ვთქვათ ტოპ დღევანდელი ტერმინი რო ვიხმაროთ ტოპ ლიდერების მომენტი პრინციპში მე რასაც ვკითხულობდი დიდად ვერ შევატყე ამ შვილებს აღშფოთება მშობლების იმ საქმიანობით მე ვერ შევატყე დიდად შეიძლება არ თვითონ არ იტყობდნენ ამას ხო საინტერესოა როგორ მოიქცეოდნენ პროპაგანდის რაიხსმინისტრის გებელსის შვილები ომის დასრულებას რომ მოსწრებოდნენ. დაგმობდნენ მშობელი მამის არა ადამიანურ ბოროტმოქმედებებს თუ მის გამართლებას ეცდებოდნენ. მაგრამ ხელგას, ხილდას, ჰელმუტს, ჰოლდას, ჰედას და ჰეიდას მშობლებმა არჩევანი არ დაუდოვეს. 1945 წლის 1 მაისს იოზეფმა და მაგდა გებელსებმა ჯერ შვილების სიცოცხლის შესწირეს საყვარელ ფიურერს და საწამლავის სასიკვდილო დოზა გაუნაწილეს მათ, მერე კი თავადაც მოიკლეს თავი. დღეს ვაგრძელებთ როგორც ვთქვი, დღეს ვაგრძელებთ წინა გადაცემაში დაწყებულ თემას, ოღონდ მტრიზულში გადავინაცვლებთ და შევიტყობთ და მოგითხრობთ, რატომ უწოდებდნენ ედა გერინგს გერმანიის პრინცესას, რა ბედი ეწიათ ჰოლოკოსტისა და ოპერაცია ვალკირიას შემოქმედ შემსრულებლების შვილებს და რა ისტორია სწყვება უდაბნოს მელად წოდებული სახელგანთქმული გენერლის რომელის ვაჟი. მოკლედ მესამე რაიხის შვილებზე ვისაუბრებთ და შევიტყობთ ვინ შეძლო ამ შვილებს შორის თვალი გაესწორებინა სიმართლისთვის და ვინ დარჩა ნაციზმის ხიბლის ტყვეობაში. თამაშაზე გადაცემა მეორე, თავი პირველი. ფიურერის ცოცხალი საჩუქრები და მონანული შვილები შეშლილ სამყაროში. მრავალშვილიანობა მესამე რაიხის პერიოდში იყო ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულება და იოზეფ გებელსის ასე ვთქვათ დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებები მოკლედ ამაზე მუშაობდნენ ძალიან აქტიურად. ამ პერიოდში არიელ მამაკაცებს უფლება ჰქონდათ რომ დროებით დაეტოვებინათ ხოლმე ოჯახი და დამატებითი შთამომავლობა შეექმნათ და 35 წლამდე ქალბატონებს ევალებოდათ რომ ერთი ბავშვი მაინც გაეჩინათ სხვადასხვა თავისი ამ პრობლემებს აგვარებდნენ. უშვილო ოჯახები იმ დროინდელ მესამე რაიხის გერმანიაში ჯარიმდებოდნენ, ხოლო მრავალშვილიანები ჯილდოვდებოდნენ და შესაბამისად გერმანია მრავლდებოდა. ამის მაგალითს, ჰიტლერს ეს არ ეხება, მაგრამ ამის მაგალითს აძლევდა სხვადასხვა ხელისუფლებაც მოსახლეობას და მოკლედ ფიურერის თანამებრძოლების უმრავლესობას ყავდა ბევრი შვილი. მარტინ ბორმანს ყავდა 10 შვილი. გებელს ყავდა 6 შვილი, ჰიმლერს 5 შვილი. გარდა ამისა, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანიაში გაიხსნა ეგრეთ წოდებული სიცოცხლის წყაროები, სადაც მარტოხელა ქალბატონი შეიძლება მისულიყვნენ და დაფერმებულიყვნენ გერმანელი ჯარისკაცებისგან და ამ გზით გაჩენილ ბავშვებს უწოდებდნენ ფიურერის საჩუქრებს. ანუ საჩუქრებს ფიურერისთვის. მართალია თავად იყო უშვილო ჰიტლერი, მაგრამ სამი შვილის და საბჭოთა ხალხების მამის
მსგავსად მასაც თურმე ყვარებია ბავშვები და უფრო მეტად კიდე უყვარდა მათთან ერთად ფოტოების გადაცემა. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ სტალინისა და მისი ერთ-ერთი ფოტოს ამბავი მოგიყევით ძვირფასო ტელემაყურებლებო. აი ახლა ნახავთ თქვენ, ახლა ხედავთ თქვენ ჰიტლერის ფოტოს ბავშვებთან, სადაც საოცარი სიტყვათი უყურებს ის ბორმანის და უკვე ნახსენები ბორმანის და ჯერ უხსენებელი ჩვენ ვართ ჩვენს მიერ უხსენებელი ჰიტლერის პირადი არქიტექტორის ალბერტ შპეერის შვილებს. ძალიან ცნობილი იყო სხვადასხვის როგორც არქიტექტორი და როგორც ორგანიზატორი ამ ამბების. შპეერისა და ბორმანის შვილებმა შეძლეს მათ ეყოთ სიმამაცე და საჯაროდ დაგმეს მამების საქციელი. ხშირად მირჩევდნენ გვარის შეცვლას, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩემი გვარი, ჩემი ბედის წერაა, ჩემი ჯვარია. მე კარგი მამა მყავდა, მზრუნველი, თბილი, მე ის ძალიან მიყვარდა. მაგრამ ამასთან ერთად ვერ უარყოფ, რომ სხვა ნაცისტ ბელადების მსგავსად, ისიც უბრალო დამნაშავე კი არა, ნამდვილი მონსტრი იყო. რა უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი როგორც შვილის გზნობები, თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ, გამოვისყიდო ის დანაშაული, რაც მამაჩემმა ჩაიდინა სამყაროსა და ადამიანების წინაშე. თუმცა თავს არ ვიტყუებ და ვიცი, ის რაც მან ჩაიდინა, უპატიებელია. ამჯერად რომ ღმერთი ოდესმე აპატიებს მას ამ დანაშაულს, ამას ამბობს მარტინ ბორმანის სეხნია შვილი, რომელიც კათოლიკე მღვდელია სხვათა შორის. აი რას ამბობს შპეერის შვილი ახლა. მამაჩემი უნიჭიერესი არქიტექტორი იყო, მისი პროექტებით შექმნილი შენობები ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებად ითვლება. დღემდე თანამედროვეა და აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ განა ეს გამოდგება მისი ფაშისტური წარსულის გასამართლებლად. და ორივე ის მარტინ ბორმანის და ეს შპეერის უმცროსები, ორივე იყო სხვადასხვა ფიურერის ნათლულები. და ხოლო რაც შეეხება მამა შპეერს, ანუ ამ ცნობილ შპეერს, ისტორიაში ის შევიდა როგორც ნაცისტი, რომელმაც მოიხადა ბოდიში. ნიურნბერგის პროცესზე გამოსვლის დროს 47 წელს მან აიღო პასუხისმგებლობა ჩადენილზე, მესამე რაიხის მიერ ჩადენილ ბოროტებებზე და საჯაროდ მოუხადა ბოდიში ებრაელებს ჰოლოკოსტის გამო. მაგრამ აქვე დაძინა რომ ჰოლოკოსტის შესახებ მე არაფერი ვიცოდია. ალბერტ შპეერზეა საუბარი ფიურერის პირად არქიტექტორსა და ამავე გამოსვლაში მას სცადა მოსამართლეები დაერწმუნებინა რომ 45 წელს ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე ის აპირებდა ჰიტლერის თითქოს და ნეიტრალიზებას. რასაც მოყვა იქ საშინელი ამბავი, იქ თვითონ სხვა ბრალდებულების სერიოზული აგრესია მის მიმართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მისი ცრემლები და მისი სინანული ცოტას თუ იმეს აუჩუღებდა იქ გულს ისეთი ისტორიები ისმოდა ნიურნბერგის პროცესზე, არა? ნიურნბერგის პროცესზე მესამე რაიხის შეიარაღებისა და სამხედრო მომარაგების რაიხის მინისტრი შპეერი გადაურჩა სასიკვდილო განაჩენს. მაგრამ მას სიკვდილით დასჯილი ყოფილი თანამებრძოლების გაპატიოსნება და იმ მსახჯობელების დაშლა დაევალა, რომელზეც ისინი ჩამოხრჩვეს. შპეერი ძალიან მომწონს, ის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი ღმერთმა სამყაროს მოუვლინაო. ამას იტყვის 2011 წელს კანის კინოფესტივალზე 100-ზე მეტი კინოჯილდოს მფლობელი, მათ შორის კანის ფესტივალის ორჯერ გამარჯვებული, თანამედროვეების ერთ-ერთი თვალსაჩინო კინორეჟისორი ლარს ფონ ტრიერი. For Speer I liked. Albert Speer I liked. He was also maybe one of God's best children, but he had some talent that was kind of okay, I'm a Nazi. იხუმრა. ხო, რაო, მე ნაცისტი ვარ. რამდენად ნაცისტი იყო ლარს ფონ ტრიერი ერთ კიდევ საკითხავია, მაგრამ პერსონა ნონ გრატად რო იქცა მაშინვე, როგორც კანის კინოფესტივალზე, ისე მერე სხვა ფესტივალებზეც ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა, ახლა შპეერიც იზრდებოდა ძალიან ესეთ ფუფუნებაში, კარგად ცხოვრობდა, სამდე მამამისი ზეობდა
და როგორც კი დასრულდა ეს ამბავი, ის ძალიან ობიექტური აღმოჩნდა ამ რეალობის მიმართ. სხვადასხვა თავადაც გახდა ძალიან საინტერესო არქიტექტორი, ძალიან წარმატებული, მას პროექტებია განხორციელებული ძალიან ბევრ ქვეყანაში, არაერთი პრემიის და პრიზის ავტორია სხვადასხვა ასე ვთქვათ დაჯილდოებების, მაგრამ ერთი საინტერესო რაღაცას ამბობს თვითონ ინტერვიუში, რომ ყველა ამ პროექტშიო მე მონაწილეობას ვიღებდი ანონიმურადო, ჩემი გვარის და გამო. რა თქმა უნდა, ეხა მარტინ ბორმანის და ალბერტ შპეერ უმცროსის მსგავსი ობიექტურობა ვერ გამოიჩინეს სხვა, ასე ვთქვათ, ღმერთების შვილებმა, ხო? და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ედა გერინგი, რომელზეც ეხლა ვისაუბრებთ, ანუ გულქვა პრინცესა გერმანიისა შეშლილ სამყაროში. ეს ომამდე დაბადებულია და მისი ნათლია იყო ადოლფ ჰიტლერი. შესაბამისად, აქ ბევრი რამ ასე ვთქვათ, კომენტარს არ საჭიროებს, მაგრამ ბავშვობაშიო მას ეწერია, რომ როგორც ნამდვილი პრინცესა ისე ცხოვრობდა, იმიტომ რომ მას ჩუქნიდნენ ძალიან ბევრ ისეთ უნიკალურ საჩუქრებს. მათ შორის, ვთქვათ, ფერწერულ ტილოებს ძალიან ცნობილი ფერწერები. შედევრებს. მას, რომელიც ჰიტლერის გერმანიის კრახის მერე ამოიღეს მისი საკუთრებიდან, ჩამოართვეს და შეინახეს საარქივოში, მაგრამ მისგან საოცარი მომენტია ეს თვითონ თავის 3 წლის რო გახდა ედა გერინგი მას თავრობა მაჩუკა სასახლე. ამდვილი ისეთი ფრიდრიხ მეორე დიდის სასახლის მცირე ისა გაუშენეს. იქ ცხოვრობდა. ძალიან საინტერესო გარეგნობის ქალბატონია ედა გერინგი და მამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ხა ამ წუთში, მაგრამ მამაზე ჩვენ ბევრი ვთქვით ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში სხვათა შორის და შვენივრად იცის ჩვენ მაყურებელმა რომ თუმცა ედა თვითონ უკვე ასაკში რო იყო აი ამ თავისი სიმდიდრეების გამო ძალიან ბევრ სასამართლოში უჩიოდა გერმანიის სახელმწიფოს რომელმაც ჩამოართვა ეს რაღაცები და ის არასდროს პრაქტიკულად აქ არსად მე არ შემოხვედრია რომ ყოფილიყო ასე ვთქვათ მოწინააღმდეგე გერინგის და არანაირად თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი აქ თulis რომ გერინგს ჰქონდა რაღაც ტიპის ავანტყოფობა და საერთოდ შვილის გაჩენა ან იყო მისი შვილი ან არა არა ან იყო მისი შვილი ან არა როგორც ამბობდნენ ეს არის მისი დაჭრის შედეგად მიღებული ტრავმა მაგრამ რაღაცა ნაწილი ედამ ამ დიდი ქონების ამ სასამართლო დავების შედეგად დაიბრუნა გარდა ამისა კიდე აქ საინტერესო რა არის როდესაც ჩამოართვეს მას ეს ყველაფერი ხო და ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს მამამისი თავად ედა და მისი დედა ფლექსივით გამოვიდა ბანაკში გაამწესეს ამერიკელების მიერ შექმნილ ნაცისტების ბანაკში გაამწესეს სადაც რამოდენიმე წელი დაჰყო მან ეს ემთხვევა ზუსტად ნიურნბერგის პროცესს და ნიურნბერგის პროცესის პერიოდში მან რამოდენიმეჯერ ნახა მამა ამის უფლება მას მისცეს მე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი გერინგს და ეს ჩვენ ვიცით და დაუგზავნათ მოკლედ ხელიდან რაღაცნაირად შეძლო ამ კაცმა და თავი მოიწამლა ერთი დღით ადრე და ის სიკვდილით ვერ დასაჯეს და მიუხედავად იმისა რომ მოკლედ მე ამ ბანაკიდან მას ათავისუფლებენედას და დედამის გადადიან ისინი საცხოვრებლად ბავარიის ერთ-ერთ სოფელში და მიდიან როგორ პირობებში ეს ფუფუნების მოყვარული ხალხი ესე არც წყალი აქვს არც შუქი აქვს ამის მიუხედავად როგორც ჩანს ძალიან ესეთი უტეხი იყო ედა შვენიერი განათლება მიიღო ორ უნივერსიტეტს ამთავრებს ხდება
თან ექიმი და ქირურგია მე მიუხენის საავადმყოფოში, თან ხდება იურისტი, უნივერსიტეტს ამთავრებს, ქმნის იურიდიულ ფირმას, რომლითაც მე ედავება სასამართლოს, იმიტომ რომ მოგახსენებათ, რომ მადაო ჭამაში მოდისო და ამ დროს უკვე მათ აღარ უჭირდათ. ისინი კარგად ცხოვრობდნენ და დიახ, მათ დაიბრუნეს ნაწილი ქონების, მცირედი ნაწილი და საინტერესოდ დაიბრუნდა ედამ კიდე ერთი ძალიან ძვირფასი მისთვის, როგორც ჩანს და ისედაც ძვირფასი ნადავლი, ეს იყო გერინგის იახტა, რომელიც მას აჩუქა მისმა საყვარელმა, ერთმა ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა. და ამ იახტაზე იკრიბებოდნენ ნაცისტების ოჯახის წევრები, ედასთან და იქ ესე დითირამბებს უძღვნიდნენ მოკლედ ფიურერს და დიდ გერმანელებს მათი აზრით, იქ გარკვეული ნოსტალგიური შემოტევებიც იყო როგორც ჩანს. რაც შეეხება საჯარო გამოსვლებს, ედა მაქსიმალურად ცდილობდა მინიმუმამდე დაიყვანა მამამისის როლი ამ ჰოლოკოსტის ამბებში და აი რას ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სხვა შორის, მამა ბრმად ენდობოდა ფიურერს და მისი ერთგული იყო სიკვდილამდე. მას უბრალოდ არ შეეძლო მოქცეულიყო სხვანაირად. მოკლედ დრო არის, მე მგონი რომ ჩვენს ამ შეშლილ თხზულებაში დღევანდელში გაჩნდეს მესამე პერსონაჟი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი. ასევე ძალიან გავლენიანი, თავი ნომერ მესამე ნაცისტის კომაგი შეშლილ სამყაროში და ეხება ეს, რა თქმა უნდა, ჰესს. რუდოლფ ჰესი, ყველა ვიცით ვინ იყო, ეს იყო ჰიტლერის თანამებრძოლი. ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამებრძოლი, ვუდის პუჩის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მერე თანამესაკნე ჰიტლერის და მისი ფიურერის ანუ ქრესტომატიული თხზულების, მაინკამფის რედაქტორი და ბევრი ამბობს, რომ საერთოდ ავტორიც, თანაავტორიც ჰიტლერის, ანუ მისი პასაჟებიც არის ლიტერატურული, დაუფასა სხვა შორის მეგობრობა ჰიტლერმა და როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, ის ხდება ფიურერის პირადი თანაშემწე. და ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში ერთვება ის აქტიურად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოლაპარაკებებში, ეს ხდება ოპერაცია ბარბაროსამდე ცოტა ხნით ადრე. 41 წელს ჩაფრიდა ის შოტლანდიაში, შეხვდა ბრიტანელ დიპლომატებს, რამდენად იყო ეს შეთანხმებული ჰიტლერთან, ამაზე დღემდე დავაბა და თვითონ ჰიტლერი მერე იტყვის, რომ ესო შეშლილიაო რამ წაიყვანა იქ მე არ მიმიცია ესეთი ბრძანება მისთვისო, მაგრამ ფაქტი არის, რომ ბრიტანელებს როგორც ჩანს არ მოეწონათ ის პირობები, რასაც თავაზობდა მას რუდოლფ ჰესი და დააპატიმრეს და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ყავდა დაპატიმრებული და მე გადმოსცეს ნიურნბერგის პროცესზე, მოკლედ მხარე მოკავშირეებს ტრიბუნალს გადმოსცეს. გადმოსცეს ტრიბუნალს, რომელმაც გაასამართლა და მიუსაჯა მას უადო პატიმრობა. დააპატიმრეს მისი მეუღლე სხვა შორის იმ დროს და აქ საინტერესო ამბავია, რომ მას უნდა მოეხადა მოკლედ სასჯელი სპანდაუს ციხეში და 40 წელი იჯდა ამ ციხეში და ესე იგი ძალიან ცუდად იქცეოდაო, როგორც იხსენებენ მერე ის თანა ვთქვათ მესაკნეები მისი და იგივე ბადრაგი რომ ყველასგან ითხოვდაო ესე იგი პატივისცემას მორჩილებას და მოკლედ ითხოვდაო რომ მე მომართეთ როგორც ფიურერს, ანუ მომართეთო ფიურერის თანაშემწეთო, აი ესე მიწოდეთო. ხო და რა თქმა უნდა ეს გაღიზიანებას იწვევდა როგორც პატიმრების, ასევე ბადრაგის, ხო? გიზოსის ორივე მხარეს ეს გაღიზიანებას იწვევდა, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც დათანხმდა ამ თამაშის წესებს და ბოლომდე იყო მოკლედ ესე იგი უსიტყვოდ ასრულებდა ყველა მის კაპრიზს და იყო ეს ძვირფასო ტელემაყურებლებო უკვე ნახსენები ჩვენს მიერ ფიურერის პირადი არქიტექტორი ალბერტ შპეერი. ეს მოეწონა როგორც ჩანს ეს და მოკლედ ყოველ დილასო ყვებიან მისი ბადრაგის წევრები, ყოველ დილასო ხმამაღლა აკითხებდა გაზეთებსო, მოკლედ შპეერს, ოთახს აღებინებდაო იქო და 1000 სისულელეს ავალებდა თურმე და 34 წელი შპეერი ამ დავალებებს ასრულებდა, მერე გარდაიცვალა 91 წელს. 6 წლის მერე გარდაიცვალა თვითონ ჰესიც. ოფიციალური ვერსიით მან თავი ჩამოიხრჩო. თუმცა არის რა თქმა უნდა სხვა ვერსიაც, მაგრამ ეს ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. როცა ინგლისელებმა დაატყვევეს ჰესი,
მაშინ მისი ვაჟი ვოლფი იყო 4 წლის. ნიურნბერგის პროცესზე როდესაც აღმოჩნდა ხესი, უკვე 10 წლის იყო ვოლფი. და ამ დროისთვის მისი დედაც დააკავეს სხვათა შორის და ის აღზარდა მე 10 წლის ბავშვზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო ფარულმა ნაცისტმა დეიდამ მისმა. როგორც კი ის გახდა სრულწლოვანი, მან დაიწყო მამამისის გათავისუფლებისთვის ბრძოლა. შექმნა ორგანიზაცია თავისუფლება რუდოლფ ჰესს. 500 ადამიანი გააერთიანა ამ ორგანიზაციაში. ეს ხდება ომის შემდგომ გერმანიაში ძვირფასო მაყურებელო. ხო, გააერთიანა მოკლედ და ამ 500 კაცის სახელით შეიტანა მოკლედ ცარჩელი სასამართლოში რომ მამამისი გაეთავისუფლებინათ. რას ამტკიცებდა ვოლფი? ვოლფი ამტკიცებდა რომ ყველა ბრალდება რომელიც წაუყენეს მამამისს იყო ფალსიფიცირებული, რომ გამოგონილი იყო საერთოდ და რუსული პროპაგანდის და საბჭოთა პროპაგანდის დამსახურება იყო რომ თითქოს და საკონცენტრაციო ბანაკები არსებობდა, ამას ამტკიცებდა ეს ხალხი. და მოკლედ ითხოვდნენ რომ მოკლედ ეს კაცი გაეთავისუფლებინათ. მას შემდეგ რაც ხესი გარდაიცვალა, უკვე მათ დაადანაშაულეს მოკავშირეები იმაში რომ მათ მოკლეს თითქოს და რუდოლფ ჰესი. ეხლა რა ლოგიკა არსებობდა მათ ამ თქვათ ბრალდებებში. პირველი იყო ასეთი რომ ოფიციალური ვერსიით თავი ჩამოიხრჩო ხესმა და ჩამოიხრჩო თავი ღამის სანათურის მავთულით, რომელიც გამოაბა თითქოს და ფანჯრის სახელურს. ხო და არადა გამოძიების საქმეში დევს მოკლედ ესეთი ჩვენება ტუნისელი სანიტრის, რომ როდესაც მე შევედიო და დავინახე რუდოლფ ჰესი ჩამოხრჩული, ლამპა ენთო. რაც ცოტა უცნაურია, რა თქმა უნდა. მეორე, ასე ვთქვათ, ეჭვს, რასაც იტვევს, ვთქვათ, ამ ისტორიაში არის ის, რომ ეს სახელური იყო ახლოს იატაკთან და ძალიან ძნელი იქნებოდა ადამიანისთვის ჩამოიხრჩო თავი. და მესამე ვოლფი ამბობდა, რომ 93 წლის არის ამ დროს ძვირფასო ტელემაყურებელო ჰესი და მას ჰქონდაო სახსრებისო ქრონიკული ანთებობა. ხელის ვერ აღწევდა და ხულფს ვერ გააკეთებდა. ეხ ამის საპასუხო რა არის, რომ 93 წლის არის ხესი, 40 წელი იჯდა უკვე იმ ციხეში და თუ მისი მოკლა ვინმეს უნდოდა, რატო არ მოხდა ეს იქამდე, ხო? და მეტიც ხესმა იქამდე ორჯერ სცადა თურმე თავის მოკლა და მოკავშირეთა ამ ძალებმა გადაარჩინეს იქ პირიქით, იქით გადაარჩინეს. ეხლა რას პასუხობდა ამას ვოლფი? შეეშინდათო ბრიტანელებს, რომ მამაჩემი გაასაჯაროებდაო იმ მოლაპარაკებების დეტალებსო, რომელიც შედგაო, აი, როდესაც ჩაფრინდა ის ბრიტანეთშიო და ჩერჩილს შეხვდა ამ მოლაპარაკებებზეო და ამბითიო სახელი გაუტყდებოდა მონარქიასო, ანუ ბრიტანულ მონარქიას, დედოფალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო საბჭოთა სპეცსამსახურებსო შეეშინდათო, რომ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო დეტალებზე ალაპარაკდებოდა მამაჩემიო. მოკლედ ასე იყო თუ ისე, რა თქმა უნდა, ამ შედეგი ვერ გამოიღო ვერაფერმა, ვერც მისმა უანგარო სიყვარულმა მამამისის მიმართ, ვერც იურიდიულმა და თქვათ შემოქმედებითმა წიაღსვლებდა, იმიტომ რომ აქ რა ხდება, მე წიგს დაწერს მამაჩემი რუდოლფ ჰესი, რომელშიც ყველა ამ თავის ამ თეორიებს, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებს, ხო? ვოლფ რუდიგერი. მაგრამ აქ საინტერესო კიდე რა არის აქ, რომ მაინც შეძლო მან გარკვეული ტალღის, საპროტესტო ტალღის აღორება, იქამდე რომ რაღაც პერიოდი ეს ორგანიზაცია, მის მამამისის სახელობის ორგანიზაცია, ამტრევდა ამერიკულ ნომრიან მანქანებს, იქ წვავდა გარკვეულ შენობებს, იკრიბებოდა შპანდაუს ციხის გარშემო და იქ ალყაში ჰქონდა აღებული ეს ციხე, ძალიან აგრესიული, თქვათ, იქ ლოზუნგებით გამოდიოდნენ, რომ ჩვენ არ შეგარჩენთ თქვენ მის სიკვდილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გერმანულმა მთავრობამ უპასუხა ძალიან საინტერესოდ. მაშინ ეს ციხე უკვე გარდაცვალების შემდეგ ჰესის გააუქმა და დაანგრია. საერთოდ მიწასთან გაასწორა ეს ციხე, ეს პატიმრები სხვაგან გადაიყვა და ჰესის არქივი გაყო, რაც უინტერესო იყო ოჯახს დაუბრუნდა და ვოლფს და რაც საინტერესო იყო, ის ფირზე გადაიტანა დედანი, ანუ ორიგინალი გაანადგურა და გაინაწილეს მოკლედ ამ სპეცსამსახურებმა და მოკლედ აღარ დარჩათ ამ ორგანიზაციის წევრებს აღარ დარჩათ ადგილი, სადაც შეუძლიათ რომ გამოვიდნენ და გამოთქვან თავიანთი აზრი და გადაინაცვლეს მათ სასაფლაოზე, ხესის სასაფლაოზე გადავიდნენ. ამ დროს მოკვდა უკვე ვოლფი
63 წლის ასაკში გულის ოპერაციას ვერ გაუძლო და მოკლედ გარდაიცვალა და უკვე მისი ცოლი გამოდის ასპარეზზე. ხო და იკრიბებიან უკვე სასაფლაოზე და 2001 წელს კვდება ვოლფი 2011 წელს გერმანიის მთავრობამ მიწის იჯარის ვადის გასვლის გამო გაუქმა რუდოლფ ჰესის სასაფლაო. მისი ნეშტი ამოიღეს ფერფლად აქციეს და გადაყარეს სადღაც. ანუ ეს ადგილიც გაუქმეს, ასე ვთქვათ, სადაც შეიძლებოდა ამ ორგანიზაციას რაღაცა თავისი აზრი გამოეთქვა, ესე მოექცნენ უსინდისოდ მოექცნენ მათ ესე იგი გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები და აი აქ ალბათ დრო არის რომ შემდეგ თავზე გადავიდეთ, შემდეგ თავზე. ძალიან საინტერესო თავზე, რომელიც ეხება უკვე ფიურერისთვის დაგებული ხაფანგის მსხვერპლების შვილებს. ჩემ ცხოვრებას რომ გადავხედავ ხოლმე, წმუდები რომ ბევრი არაფერი მაქვს საამაყო. იმ მცირედიდან რაც სიამაყით მავსებს, მამა ჩემიაო. ამას ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მესამე რაიხის ლეგენდარული გენერლის, რომელის ვაჟი. 41 წელს ძვირფასო ტელემაყურებელი, როცა საოცარი მარცხი განიცადა იტალიურმა ჯარებმა აფრიკაში, ბრიტანულ სამხედრო შენაერთებთან, მუსოლინიმ სთხოვა ფიურერს თავის მოკავშირეს, რომ ვინმე დამახმარაო და აი დაახმარა მან სწორედ თავისი რჩეული, ასე ვთქვათ, სარდალი რომელმაც პირველად დადგა ფეხი აფრიკის მიწაზე და მალევე ალღო იქაურობას და რაც თავარია ბრიტანულ სტრატეგიასაც. დაინახა რა რომ მათი სამხედრო ნაწილები უმცირესობაში იყო ამ შემთხვევაში. აი ესეთ ფანზე წავიდა რომ ესე იგი Volkswagen-ის მარკის მანქანებზე დაამაგრებინა მაკეტები ტანკების და ესე დადიოდნენ ესე და დაზვერვას მოკლედ ურევდა თავგზას ბრიტანულ დაზვერვას, სამხედრო დაზვერვას. მე აი ესეთ უვალ ადგილებში ატარებდა ამ ტანკებს, ერთ-ერთი ტანკებს ბევრჯერ, რომ საბეჭდილება ყოფილიყო, ბევრმა ტანკმა გაიარა აქ. მე დაესხმებოდა თავს ამ ინგლისურ ნაწილებს, ბრიტანულ ნაწილებს, მე უკან დაიხევდა თითქოს ძალები დაკარგა, რაღაც ერთი კვირა აღარ უტევდა და რო ეკონებოდათ იმათ რომ მორჩა უკვე, ანუ აღარ ძალა ამ გერმანულ შენაერთებს, მე უცებ დაესხმებოდა თავს და მოკლედ მნიშვნელოვნად შეავიწროვა რომელმა აფრიკის, ასე ვთქვათ, ამ კონტინენტზე მოკავშირეების ჯარებს. ამის გამო, როგორც ჩანს, დაერქვა მას სწორედ უდაბნოს მელა. ამ მისი რაღაცა საოცარი ფანტაზიის გამო და უნიჭერესი კაცი იყო, როგორც ჩანს. და სწორედ მისი დამსახურებაა და მისი ტაქტიკის დამსახურებაა, რომ იქამდე აუღებელი ქალაქი ტობრუკი აიღო მან, მისმა ნაწილებმა აიღო თან ძალიან ეფექტურად და ამას წინ უძღოდა კიდე ერთი ძალიან სერიოზული ბრძოლა, ბილჰაკეიმის ბრძოლა, ლეგენდარული 15 დღიანი და რატო ვახსენებ ამ ბრძოლას? ამ ბრძოლაში გადაიკვეთა რომელისა და ერთი ჩვენებული კაცის, საოცარი კაცის გზები, ხო, ეს იყო მოკლედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მამაცი პოლკოვნიკი, ძალიან უშიშარი კაცი და როგორც მე დეგოლი იტყვის და ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის ორი პრეზიდენტი იტყვის, რომ ის იყო საფრანგეთის ღირსებაო, ეს კაცი და ეს არის ბაზორკა ამილახვარი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში. და თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე დევსეს. გადაცემა ძალიან საინტერესო სუმბრით სხვათა შორის, ხო. ბაზორკა სხვათა შორის კიდე შეიძლება ისიც ითქვას, რომ ბატონ რეზო თამუკაშვილსაა ძალიან საინტერესო ბაზორკასთან დაკავშირებით. დიახ, ფილმი და ძალიან საინტერესო. ესეთი ემოციებით არის. ძალიან საინტერესო, ხო და აი ამ ბილჰაკეიმის ბრძოლაში რა მოხდა, რომელმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. მაგრამ საინტერესო რა იყო, რომ შეძლო ამილახვარმა შეძლო მისი სასიკვდილო ხაფანგიდან სამუთარი პოლკის გამოყვანა და ძალიან დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, რითიც გადაავადა მოკლედ ეს მარცხი. მათი შემდეგივე შეხვედრა ბრძოლის ველზე აღმოჩნდა საბედისწერო ორივესთვის. ამ ბრძოლას შეეწირა ბაზორკა ამილახვარი, ის ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო რომელი დამარცხდა ამ ბრძოლაში. საქმე ის არის, ამ ბრძოლის შემდეგ რომელი აგებს და აგებს ბრძოლებს.
მან დაკარგა რაღაცა ის იღბალი თუ რაღაცა დაკარგა ალღო და ამის გამო მას გამოიწვია საერთოდ აფრიკიდან. და კიდე ამას აემატება, რომ ამბობენ, რომ ჰიტლერსო გაუხრაო მის მიმართ სიმპათიები ამ პერიოდში. არა მარტო იმის გამო, რომ ის მარცხდებოდა ამ ბრძოლებში, გაცემული იყო ბრძანება, რომ არავინ არ უნდა ეყვანათ თურმე ტყვეთ. და ითხოვდა ჰიტლერი რომელისგან, რომ შენო ტყვეები უნდა დახვიდო. და რომელი არ ხვედდა ამ ტყვეებს. როგორც ჩანს, გაჩნდა ეს წყენა და მე რაღაც პერიოდი საერთოდ იყო ჩამოშორებული სარდლობას, მე ნორმანდიაში გაუშვეს და აი აქ ხდება საინტერესო ამბავი, რომ 1954 წელს ლუфтვაფეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ჯარისკაცი, მანფრედ რომელი იღებს ცნობას, რომ მამამისი არის სასტიკბილოდ დაჭრილი და უნდა ჩამოუსწრო რა, მოკლედ ის მალე გარდაიცვლებაო და აი თავად იხსენებს ეს მანფრედი, რომ მოკავშირეთა საჰაერო ძალება დაბომბეს მამაჩემის კორტეჟიო, ის სისხლისგან იცლებოდა და სათუო იყო მისი გადარჩენა. რამოდენიმე დღე საავტობუსში გავატარეო, იხსენებს მოკლედ ეს კაცი და როდესაც წყდებოდა რომელის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ყოფნა არ ყოფნის საკითხი ფიურერის. აი ამ დროს ხდება ოპერაცია ვალკირია სწორედ, როდესაც ფონ შტაუფენბერგი მიდის იქ დანაღმული ჩემოდნით აფეთქდა და ის ჩემოდანი აფეთქდა და ფიურერი გადარჩა. ესეც ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში ამაზე უკვე ვისაუბრეთ და შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ YouTube-ის გვერდზე. ამ დროს რა ხდება? საინტერესო რეაქცია აქვს ამაზე ფონ შტაუფენბერგის შვილს, რომელიც ბავშვია მაშინ და იგონებს, მერე იგონებს რა თქმა უნდა ამას. მამაჩემი თავს დაესხა ფიურერს. ეს ჩემთვის ნორჩი ნაცისტისთვის სრული შოკი იყო. მადლობა ღმერთს, რომ ფიურერი გადარჩა, გავიფიქრე მაშინ. მამაჩემი მოღალატეა და სიკვდილს იმსახურებს, გამიელა თავში. და დედას ვკითხე, რატომ გააკეთა მამამ ეს? მან კი მიპასუხა, მამამ სამშობლოსთვის გაწირა დავირო. და საინტერესო მოგვიანება აქ მე ამ კაცს რომელთან დაკავშირებითაც რა, რომ ამ დროისთვის რომელი უკვე ჰიტლერის მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო. ის თვლიდა, რომ ფიურერმა გადაუხვია იმ ერთადერთ გზას, რომელსაც გერმანია დიდებისკენ მიყავდა, რომელი თვლიდა, რომ სამშობლოს გადასარჩენად ჰიტლერისა და მისი უახლოესი გარემოცვის მმართველობიდან ჩამოშორება და დაკავება იყო აუცილებელი. ამას რატო ამბობ? ცოტა ხანში შტაუფენბერგი დახვრიტეს, ცოტა ხანში მოადგნენ რომელსაც, რომელიც არის ახალი გამოსული სამავტყოფოდან გადარჩა მოკლედ სიკვდილს და გამოდის იქიდან და აი თავად იხსენებს ეს მანფრედი, რომ გავიგონე ერთ-ერთმა მოსულთაგანმა მამას უთხრაო. ფიურერი თვლის, რომ თქვენ იცოდით აფეთქების შესახებ და არ გააფრთხილეთ ის. მათ ერთმანეთში სულ რამოდენიმე რეპლიკა გაცვალეს, რის შემდეგაც მამა დედას დაემშვიდობა. მე ჩამეხუტა და ჩურჩულით მითხრა, ნახევარ საათში მე აღარ ვიქნები. დამპირდნენ, რომ თქვენ არ შეგეხებიან და ამ მიმართულებით გამოძიება შეწყდება, თუ თავს მოვიწამლავ. მე დავთანხმდი. ის მანქანაში ჩასვეს და სადღაც წაიყვანეს. მე იქამდე გავყურებდი იმ მანქანას, სანამ თვალს არ მიეფარა. ფილმის ფინალი. ხო, რაღაცა საოცარი ამბავია. და პომპეზურად გძალავენ რომელს როგორც გმირს რა თქმა უნდა მას ეს ბრალდებულობა არ გამოუქვეყნეს არანაირად იყო ზღვა ხალხიო იხსენებს მისი ვაჟი ზღვა ხალხიო ამაღელვებელი სიტყვებიო გამოსვლები იყო იქო და მე კიდევ ვიდექი იქ ამ ყველაფერს ხედავდი და ვფიქრობდი რომ ნეტა როდის დადგება ის დრო როდესაც აი ეს ადამიანები ეს წყობა განადგურდებაო და ახალი გერმანიის შენება დაიწყებაო და ეს ოცნება პრინციპში მას მალევე აუხდა და რო აუხდა მე ეს არის ძალიან საინტერესო რომელისა და ფონ შტაუფენბერგის შვილებმა ერთმანეთი გაიცნეს ამ დროს უკვე ის იყო ესე იგი რომელი შთამომავალი იყო შტუტგარტის მერი ხოლო ეს გახდა სამხედრო გენერალი გახდა შტაუფენბერგის და უბრალოდ ერთმანეთი გაიცნეს და როგორც ორივე სხვა შორის დიდი სიმპათიით ყვება ერთმანეთზე რომ მოკლედ ძალიან დამდეგობდითო. ნუ ბევრი რაღაცა აღმოჩნდა რომ მათ ჰქონდათ საერთო. ეს ფილმი ჩვენ ვაჩვენეთ ოპერაცია ვალკირია ერთ-ერთ ჩვენ
გამოშვებაში და როდესაც ეკითხებიან ბერტოლს, რა ეს ფილმი რამდენად მოგეწონაო და ტომ კრუზიო მამაშენის როლშიო, ის პასუხობს, რომ ძალიან არ მომეწონა. მე არ ვიწუნებ მას როგორც მსახიობსა, მაგრამ მის სოფხედველობას ვიწუნებო და ამბობს ასეთ რაღაცას, რომ სად მამაჩები და სად ტოტალური სექტაო საინტოლოგიაო, იმიტომ რომ ცნობილია, რომ ტომ კრუზი საინტოლოგი არის და მოგეთ ამით იყო აღშფოთებული ეს კაცი და იყო ძალიან კრიტიკულად განწყობილი, ხო. და მე მგონი ნელ-ნელა მიუახლოვდით არა იმ დროს, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ კიდე ერთი ღმერთ კაცის. ჩვენ ხო ვისაუბრეთ ნომერ პირველი, მეორე, მესამე ნაცისტების შესახებ, ხო? და იყო კიდე ერთი ნომერ მეოთხე მინიმუმ და ეს იყო ჰიმლერი. და მის ქალიშვილზე ვისაუბროთ, მოდით ახლა ჩვენი სიუჟეტის მეშვეობით და მერე დავბრუნდებით ისევ ეთერში. წლის 24 მაისს 88 წლის ასაკში გუდრუნ ბურვიცი გარდაიცვალა. ამ ამბავმა ევროპულ პრესაში მაშინ არანაირი ინტერესი არ გამოიწვია. ერთი თვის შემდეგ კი დიდი ამბავი ატყდა. სენსაციურ აღმოჩენად იქცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაცისტი ჯალათის ქალიშვილი გუდრუნ ჰიმლერი, რომელიც მამის შეხედულებების ერთგული დარჩა და ამას არასდროს მალავდა, თითქმის 3 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალურ საზაზვერო სამსახურში მუშაობდა. ორგანიზაციაში, რომელიც გერმანიის ფედერალური კანცლერის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და მხოლოდ მას ექვემდებარებოდა. გუდრუნ ჰიმლერ ბურვიცმა მთელი შეგნებული ცხოვრება მამის სახელის ხსოვნას და იმ ადამიანების დახმარებას მიუძღვნა, რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებდნენ. ცდილობდა შურისძიება თავიდან აეცილებინა მათთვის, ვინც კლავდა და აწამებდა. სწორედ ამიტომაც შეარქვეს ნაცისტი პრინცესა და ნაციზმის დედა ტერეზა. სხვადასხვა ისტორიული წყაროები დღემდე ირწმუნება, რომ არა ჰიმლერი ჰოლოკოსტი არ განხორციელდებოდაო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატარა გუდრუნი იმთავითვე იქცა ნაცისტური ბავშვობის სიმბოლოდ. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მიზანტროპ მამას ყოველთვის დაყავდა ნაცისტური პარტიის კრებებზე და სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებებზე. ჰიმლერი მას მოფერებით პუბის ეძახდა, რაც თოჯინას ნიშნავს. როგორც ცნობილია, ადოლფ ჰიტლერს ყველაზე ხშირად სწორედ პატარა პუპი ჩუქნიდა ყვავილებს, რაც ფიურერს ძალიან ახარებდა. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, მაშინ როცა მილიონობით ადამიანი, მათ შორის მისი თანატოლებით საზარელი მეთოდებით იჯლიტებოდნენ, მამამისის ბრძანებით გუდრუნს ყველაზე ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. მისი დედა მარგარეტ ფონ ბოდენი მუდამ წუხდა იმაზე, რომ სახელმწიფო საქმეებით დაკავებული ჰიმლერი ოჯახში მისვლას ვერ ახერხებდა. თუმცა ამას ბავშვის და მამის ურთიერთობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ჰიმლერს, რომელიც ბერლინში ცხოვრობდა, ქალიშვილი გერმანიის დედაქალაქში, სამხედრო თვითმფრინავების სპეცრეისების მეშვეობით ხშირად ჩაყავდა თავისთან. ჰაინრიხი პატარა გოგოს ძვირადღირებული საჩუქრებით და ძვირფასეულობებით ანებივრებდა. ერთ-ერთ ასეთ საჩუქარს, ვერცხლის მედალიონს, რომელზეც ფაშისტური სვასტიკა და 4 ცხენის თავი იყო გამოსახული, სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. ბურვიცი საკონცენტრაციო ბანაკებს, რომელთა შევსების პროცესს მისი მამა აკონტროლებდა, საინტერესო ადგილად მიიჩნევდა. ბავშვობისას დღიურში წერდა: დღეს დაჰაუს ბანაკში ვიყავით. ბევრი რამ დავათვალიერეთ. ნახეთ შესანიშნავი ხილის ბაღები მსხლის ხეებით. ასევე დავათვალიერეთ პატიმრების მიერ შექმნილი საოცარი ნახატები. შემდეგ კი გემრიელად ვისადილეთ. მას რა თქმა უნდა არავინ აჩვენებდა იმ კრემატორიუმებს, რომლებშიც ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ. გუდრუნ ჰიმლერის უდარდელი ბავშვობა 1945 წელს დასრულდა, როცა მამა ჰიმლერი ბრიტანელმა სამხედროებმა დააკავეს და მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. გუდრუნს არ სჯეროდა, რომ მამამისმა თავი მოიკლა. სულ ამბობდა, ის არასდროს გადაყლაპავდა საწამლავიან კაფსულას, ისე უყვარდა სიცოცხლეო. თუ ფოტოს დააკვირდებით, სადაც გარდაცვლილია გადაღებული, აღმოაჩენთ, რომ ეს მისი სიცოცხლეში გადაღებული და შემდეგ რეტუშირებული ფოტოა. ამბობდა გუდრუნი. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ მამა ბრიტანელებმა მოუკლეს, რის გამოც მთელი ცხოვრება სძულდა ბრიტანელი ხალხი. დასავლეთ გერმანიაში არაერთხელ გავრცელდა ხმა, რომ გუდრუნ ბურვიცს საიდუმლო სამსახურებთან ჰქონდა კავშირი, მაგრამ ეს მაღალი ალბათობით ჭორები ეგონა და ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა.
ვერც ერთმა საგამოძიებელ ჟურნალისტმა ვერ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც მას საშუალებას მისცემდა ეს ეჭვები მტკიცებულებად გადაექცია. მხოლოდ 2018 წლის 29 ივნის ნაციზმის დედა ტერეზას გარდაცვალებიდან ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა მოკლე რეპორტაჟი, რომელშიც გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბოდო ჰეხელმახერი ადასტურებდა, რომ ქალბატონი ბურვიცი 1963 წლამდე რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურში გამოგონილი სახელით მუშაობდა. ჟურნალისტებმა შეძლეს დაედგინათ, რომ რამდენიმე წელი 1961-დან 1963 წლის ჩათვლით პერიოდს ნიშნავდა. ის კი უცნობია, რამდენ ხანს მუშაობდა სადაზვერვო სამსახურისთვის უშტატოდ. ზოგადად კი, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, დაზვერვის და კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცრები არ არსებობენ. ჰაინრიხ ჰიმლერის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე მარგარეტი და მათი 17 წლის ქალიშვილი დააკავეს და გამუდმებით გადაჰყავდათ იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ინტერნირებულ პირთათვის განკუთვნილ ბანაკებში. 1946 წლის ნოემბერში ისინი გაათავისუფლეს, რადგანაც დაადგინეს, რომ SS-ის გარდაცვლილი რაიხსფიურერის საქმიანობასთან მათ არაფერი აკავშირებდათ და უდანაშაულოდ სცნეს. ზრდასრული ცხოვრება გუდრუნმა ქრისტიანულ ბავშვთა სახლ ბეთელში სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის შესწავლით დაიწყო. ეს სახლი სინამდვილეში ყოფილი გესტაპოს სულით და ხორცით ნაცისტი ოფიცრების თავშესაფარი აღმოჩნდა, რომლებსაც ახალი დოკუმენტები ეძლეოდათ. 1958 წლის ფულად საკრედიტო რეფორმის შედეგად გუდრუნი ანაზღაურების გარეშე დარჩა და იძულებული გახდა ელიტურიდან ჩვეულებრივ პროფესიაზე ჩამოქვეითებულიყო. მან თეთრეულის კერვა დაიწყო. 1952 წელს გუდრუნ ჰიმლერი დედას დაშორდა და მიუნხენთან ახლოს დასახლდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მკერავად, ბუღალტრად და მდივნის თანაშემწედ მუშაობდა. მამის გვარი მას პერსპექტიული სამსახურის შოვნაში უშლიდა ხელს, მაგრამ სამაგიეროდ 1961 წელს გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურში გაწევრიანებაში დაეხმარა. გუდრუნ ჰიმლერი დაზვერვის სამსახურის ოფიციალურად დატოვების შემდეგ ჟურნალისტ ვოლფ დიტერ ბურვიცზე დაქორწინდა, რომელიც მეუღლის ნაცისტურ იდეოლოგიას სრულად იზიარებდა. ამ მომენტიდან ოჯახმა გუდრუნის გენეტიკური ფესვები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლო საბურველში გახვია. გუდრუნისა და დიტერის მომავალმა სიძემაც კი არ იცოდა, ვის უნათესავდებოდა. ამტკიცებდა 1982 წელს ამერიკული ყოველდღიური გაზეთი Kingman Daily Miner. 1954 წელს ჰიმლერის ქალიშვილის ინიციატივით დაარსდა ნაცისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია Vikingjugend, რომელიც ჰიტლერ-იუგენდის ანალოგს წარმოადგენდა. ის ხელისუფლება მხოლოდ 1994 წელს აკრძალა. ერთმა გერმანელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ აღნიშნა, რომ ბურვიც ძლიერი, ურყევი და გულწრფელი სიყვარული ჰქონდა იმ მამაკაცების და ქალების მიმართ, რომლებიც 1933 წლიდან 1945 წლამდე ნაცისტური რეჟიმის ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ სპეცრაზმებში მსახურობდნენ. წერდა ტიმ სტიკინგი, ბრიტანული Daily Mail-ის კორესპონდენტი. ის უბოროტესი ორგანიზაციის შტილე ჰილფეს მთავარი ფიგურა იყო, რომლის მიზანიც ნაცისტი დამნაშავეების მართლმსაჯულებისგან დაცვა გახლდათ. შტილე ჰილფე, ანუ ჩუმი დახმარება, SS-ის ყოფილ ოფიცრებს არამხოლოდ იურიდიულ, არამედ ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური ვერსიით გუდრუნ ჰიმლერი გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა სამუშაოდ მიიღო იმ პერიოდში, როდესაც მას ვერმახტის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი და აღმოსავლეთ ფრონტზე დაზვერვის ყოფილი უფროსი რეინჰარდ გელენი ხელმძღვანელობდა. გერმანიის კაპიტულაციისთანავე სწორედ მან შექმნა გელენის ორგანიზაცია, რომელსაც მოგვიანებით დაზვერვის ფედერალური სამსახური დაერქვა. გელენი ორივე გერმანული და ამერიკული მხარისთვის მუშაობდა, მაგრამ დასავლეთ გერმანიაში არავის ადარდებდა მისი ორმაგი აგენტობა. გერმანიისთვის, რომელმაც ომი წააგო, დამოუკიდებელი სადაზვერვო სამსახურის შექმნა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
აღმოსავლეთ ოკუპაციის ზონას საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, ხოლო დასავლეთ ზონას ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. როცა ყოფილი ნაცისტების მონიტორინგის ოფისის მდივნად დაინიშნა, მაშინ ჯერ კიდევ ჰიმლერის გვარს ატარებდა. ის დასჭირდა თვალთვალისთვის და გესტაპოს ყოფილი წევრების შესახებ მუდმივად ახალი ინფორმაციის მიღებისთვის. ანუ დამსაქმებლები იმედოვნებდნენ, რომ მისი დაქირავებით ნაცისტი პრინცესა საიდუმლოდ იმუშავებდა შთილე ჰეილფესტთვის და თავისიანებს დააბეზღებდა. ძნელი სათქმელია, ვინ ვის აჯობა. გუდრუნი სააგენტოდან ყოფილ ნაცისტებთან მუშაობის პრინციპების შეცვლის გამო გაათავისუფლეს. საიდუმლო სამსახურის სურვილი იყო მთავრობის ნაცისტებისგან გაწმენდა და მათი სასამართლოსთვის გადაცემა. სინამდვილეში, ნაციზმის დედა ტერეზას წყალობით ყოფილი ესესელები პირიქით, ასეთი უსიამოვნო პერსპექტივებისგან ყოველნაირად დაცულები გახდნენ. ყველაზე ცნობილი დამნაშავეები, რომლებსაც გუდრუნის ორგანიზაციამ გაუწია დახმარება, იყვნენ ლიონის გესტაპოს ყოფილი ზედამხედველი კლაუს ბარბე და ტერეზიენშტატის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკესი ზედამხედველი ანტონ მალოტი. თავისი ხანგრძლივი და სოციალურად აქტიური ცხოვრების განმავლობაში ბურვიც ჰიმლერი პრესისთვის ინტერვიუს მიცემაზე მხოლოდ ერთხელ დათანხმდა. 1959 წელს, როცა 30 წელი შეუსრულდა, ის თაგეშფიგელის ჟურნალისტ ნორბერტ ლებერს გაესაუბრა. მან განაცხადა, მამაჩემს მსოფლიოში ყველაზე საშინელ გენოციდურ მონსტრად წარმოაჩენენ. მინდა დავამტკიცო, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და საჭიროების შემთხვევაში მთელ ჩემს ცხოვრებას ამას მივუძღვნიო. ალბათ სწორედ ამიტომ ცხოვრობდა ის ომის შემდგომ პერიოდში დაჰაუდან 15 კილომეტრში. სწორედ იმ საკონცენტრაციო ბანაკიდან, სადაც მამამისის ბრძანებით 30,000 ადამიანი აწამეს და გაანადგურეს. ბურვიცმა ჟურნალისტ საკუთარი სურვილი გაანდო. უნდოდა მამამისზე დაეწერა წიგნი, რომელიც მის შესახებ წარმოდგენას შეცვლიდა და მის ნამდვილ სახეს დაანახებდა ხალხს. ეს წიგნი არასდროს გამოცემულა. 80 წელს გადაცილებული იყო, როცა ის ავსტრიაში ულრიხსბერგში ნეონაცისტურ მიტინგს დაესწრო. გადარჩენილი ესესელი ვეტერანებისთვის ის ნამდვილი კერპი გახლდათ. მესამე რაიხის ხანდაზმულ ჯარისკაცებს შორის დადიოდა, რომლებიც მის წინ მოწიწებით გრთოდნენ და თითეული მათგანი აუწყებდა, რომელ დანაყოფში მსახურობდა. მას მე-9 წლეულში გადამდგარსაც კი საღი გონება, შესანიშნავი მეხსიერება და სამხედრო ლოჯისტიკის შესაშური ცოდნა შერჩენოდა. ის მამამისის ასლი გახლდათ, ნაცისტური იდეების ჭეშმარიტი მიმდევარი, ფანატიკოსი და ამიტომაც უკიდურესად საშიში. დაუჯერებელი ამბავი მოხდა, რომ აი ასეთი ორი შეიძლება ითქვას, არ ვიცი, უკიდეგანო ძალის, უკიდეგანო ბოროტი ძალისაც და უკიდეგანოთ დიდი ავტორიტეტის იმ პერიოდში ძალები გაერთიანდნენ ერთ დღეს შეიკრიბნენ მოსკოვში 23 აგვისტოს მამები და სადღეძელოც კი უთხრა ერთმა ჩვენმა ასე ვთქვათ მამულიშვილმა მეორეს არაჩვენ მამულიშვილს, ვინმე რიბენტროპს, რომელიც იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჰიტლერის მარჯვენა ხელი პრაქტიკულად. მან უთხრა, რომ იცი რაო, ჩემო რიბენტროპო, მეო როგორც ვაკვირდებიო, იმდენ გერმანელს უყვარსო და მოსწონსო ჰიტლერი, რომ მის სადღეძელო მინდა დავლიო და ამაზე რიბენტროპმაც უთხრა, იავოლ ისინი სვამენ სადღეძელოს და მერე რაც მოხდა 2 წელიწადში მერე ისინი გახდნენ დაუძინებელი მტრები. მოლოტოვის, რომელიც სინამდვილეში მოლოტოვი არ იყო, სკრიაბინი იყო და მოლოტოვი იყო ისევე როგორც სტალინის ფსევდონიმი, ოღონდ უროდან დაწყებული რა. დიახ, მისი ურო ბევრმა იგება იმ წლებში სხვადასხვა. აი მოლოტოვის, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა და რიბენტროპის დაუსხმელობის პაქტი. ასე ქვია ამას, ხო? რადგანაც ასე დატრიალდა მოვლენები, როგორც ფაშისტურ გერმანიაში, ისე არაფაშისტურ საბჭოთა კავშირში, მე ვფიქრობ, თავად ლორდ კიპანიძე, რომ ჩვენ აი ამ გადაცემის გაგრძელებაში
ბევრ რამეს კიდე შევიტყობთ საინტერესოს და გავაგრძელოთ ჯობია. ანუ გადაცემა ნომერ მესამე იყოს შემდეგი გადაცემა? იმიტომ რომ ამას ჩვენ რომელიც გაგვიებდა და შტაუფენბერგიც. მეც ესე მგონია.